ევროპის რუკიდან კონტინენტის მეორე ყველაზე გრძელი მდინარე დუნაი გარხობის საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი კი კლიმატის ცვლილება და მიმდინარე წელს ზაფხულის სეზონისთვის საკმაოდ მშრალი ჰავაა. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე წყალუხვ მდინარედ ცნობილი დუნაი, რომელიც გერმანიის სამხრეთ-დასავლეთიდან 10 ქვეყნის გავლით შავ ზღვაში ჩაედინებოდა, დღეს წყლის ნაკლებობას განიცდის. ზოგიერთ მონაკვეთზე კი იმდენად კრიტიკულ მნიშვნელობამდე დასული, რომ აჩენს მისი დაშრობის საფრთხეს. წყლის დონის კლება მხილული გახადა აქამდე უცნობი ობიექტები და მონაკვეთები, მათ შორის კლდეები და წლების წინ ჩაძეგული პატარა თუ დიდი ზომის ხომალდები. ერთდროულად სევდიანიცაა და თვალის მომჭრელიც. სადამდე მიგვიყვანს ეს და რა მოხდება ჯერ არ ვიცით. შესაძლოა ეს კლიმატის ცვლილების შედეგი იყოს. შიშველი კლდეები, ხიდის ბურჯების გარშემო გამხმარი ქვიშის ზოლები. მართლაც შემაძრწუნებელია იმის დანახვა, როგორი იყო აქ ყველაფერი ადრე და როგორია ახლა. მდინარის დამშრალი კალაპოტი ზოგიერთ მონაკვეთზე განსაკუთრებულ საფრთხესაც წარმოადგენს. წყლის დონის კრიტიკულ მნიშვნელობამდე დაკლების გამო უნგრეთის ხელისუფლებას მოუწია ერთ-ერთი გადასასვლელი ხიდის ჩაკეტვა, რადგან მის კონსტრუქციასთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. თავგადასავლებისა და ისტორიული თუ ზვიგადღირებული ნივთების მოყვარულებისთვის ეს წინაღობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს რომ მდინარე დუნაის კალაპოტი ბევრ ნივთს ინახავს შორეული წარსულიდან. აქ საგანძურის პოვნად შეიძლება. დიდი სიამოვნებაა, როცა მაგნიტზე ძველი რადიო გამაძლიერებელი ან ტყვის მასრა ეწებება. მსგავსი აქტივობისთვის დუნაიში წყლის ნაკლებობა მადლია, სხვა მხრივ წყევლა. უნგრეთის მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად 90 დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალო ნორმაზე 80-130 მმ-ით ნაკლები ნალექი მოვიდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გააუარესეს სითბური ტალღის გაძლიერების ფონზე. უნგრეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით წყლის ნაკლებობა მიძულებული გახადა საკრუიზო ხომალდებს მარშრუტები შეეცვალათ. ტურისტებს კი აღარ აქვთ შესაძლებლობა ბუდაპეშტის მთავარი ღირსშესანიშნაობები იხილონ. გაცილებით რთულადაა საქმე სატვირთო გემების შემთხვევაში, რომელსაც საქმიანობის შეწყვეტა მოუწიათ. მსგავს სირთულეებს აწყდებიან მცირე ნავების მფლობელებიც, მათ შორის სერბეთშიც, რომლებისთვისაც ტურიზმით მიღებული შემოსავალი მთავარი საარსებო წყაროა. ყველა ნავი, რომელიც აქ იყო გაჩერებული, ახლა ფაქტობრივად ხმელეთზე დგას. წყალში მხოლოდ იმ ადამიანების ნავები დარჩა, რომლებმაც ისინი დუნაის შუაგულში გადაიყვანეს. შეხედეთ ამ სატვირთო გემებს. მაგალითად, ეს ბენზინს გადაზიდავს და უკვე თვე ნახევარზე მეტია აქ არის გაჩერებული. დუნაის წყლის დონე სულ უფრო და უფრო იკლებს, ამიტომ ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახაობა. დუნაი სანაპიროდან დაახლოებით 15-20 მეტრით არის უკან დახეული და როგორც ჩანს წყალი კიდევ უფრო დაიკლებს. რაც შეეხება ნავით სეირნობას, ზაფხულის სეზონი უკვე დასრულებულია. შეიძლება მხოლოდ ძალიან პატარა ნავით მოკლე გასეირნება. შექმნილი მდგომარეობის გამო რუმინეთში შეწყდა ატომური რეაქტორის მუშაობა, რომლის გარეგლების სისტემა მთლიანად იყო დამოკიდებული მდინარე დუნაიზე. სწორედ ამ მიზნით გაშენდა სტრატეგიული ენერგოობიექტი მდინარის გასწვრივ, რათა მისი ბუნებრივი რესურსი გამართული მუშაობისთვის გამოიყენებინა. ატომური ელექტროსადგურის მმართველმა კომპანიამ განმარტა, რომ რეაქტორის გაჩერება არ ახდენს გავლენას ბირთვულ უსაფრთხოებაზე, პერსონალსა და გარემოზე. სპეციალისტები ახლა ფიქრობენ გაფორმით უზრუნველყო მოსახლეობის უწყვეტი ენერგომომარაგება არა მხოლოდ რუმინეთში, არამედ უნგრეთშიც, ასევე გაგზებით დაიწყო მდინარეში წყლის დონის ნორმალიზების მოგვარება.